მარტივად რო ვთქვათ, ეს არის დიაგნოზი იმ ვითარებისა, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მწიფდებოდა, რომელიც არის შედეგი ივანიშვილის და ქართული ოცნების არჩევანის და არა ვინმეს რაღაცა შეფარული ზრახვების. ახლა ევროპის და ზოგადად დასავლეთის დადანაშაულება, რომ რაღაცა ბოროტი აქვს ჩაფიქრებული საქართველოს წინააღმდეგ და რომ კანდიდატის გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ისინი ითხოვენ ომში ჩართვას და ასე შემდეგ, სრულიად აშკარად ჩანს, რომ მარტივი ტყუილი იქნებ გამომდინარე, რომ დანარჩენ 9 კანდიდატის მიმართ ასეთი მოთხოვნა არავის არ ქონია და თავიდანვე ეს იყო, რა თქმა უნდა, გათვლილი ყველაზე უფრო ადვილად დამჯერ ნაწილზე ჩვენი მოსახლეობის, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ის დასკვნა, რომელიც დადო ევროკავშირმა, უბრალოდ ასახავს ივანიშვილის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რომ საქართველო წაიყვანოს ევროკავშირის და ევროპის ზოგადად საპირისპირო მიმართულებით და აქ უბრალოდ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც ნეიტრალური პოზიცია აირჩია მისმა რეჟიმმა, არჩევანი არის რუსეთის სასარგებლოდ და არჩევანი არის არა მხოლოდ უარის თქმა ინტეგრაციაზე, უარის თქმა ჩვენი ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების პირობებზე, რომელიც მხოლოდ ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიძლება ყოფილიყო მიღწეული, არამედ ევროკავშირთან და დასავლეთთან დაპირისპირებაზე. ეს არც სუვერენიტეტის და არც მშვიდობის წინაპირობა არ არის. მე შევახსენებ ყველას, რომ მსგავსი პოზიცია, რომელიც აირჩია მაგალითად ბელარუსმა, არანაირად არ ამყარებს ბელარუსის სუვერენიტეტს პირიქით, როდესაც ბელარუსმა შეწყვიტა ლავირება დასავლეთსა და რუსეთს შორის 2020 წლის მიტაცებული არჩევნების შედეგად, მან სრულებით დაკარგა სუვერენიტეტი. კი ბატონო, ბელარუსის დიქტატორმა ლუკაშენკომ შეინარჩუნა ძალაუფლება, ოღონდ ბელარუსის დესუვერენიზაციის ხარჯზე. როდესაც რუსეთმა პირდაპირ გამოიყენა ბელარუსი, მისი ტერიტორია უკრაინაში ომის საწარმოებლად. ეს არანაირი სუვერენიტეტი არ არის, ეს ერთი. და მეორე, უსაფრთხოების და მშვიდობის თვალსაზრისით ბელარუსი დღეს უფრო რთულ ვითარებაშია, ვიდრე ეს მაშინ იყო, როდესაც სულ მცირე ლუკაშენკო ცდილობდა ორივე მხარეზე ეთამაშა. ასე რომ ვიმეორებ, აი ის არჩევანი, რომელიც გააკეთა ივანიშვილმა, რომელსაც უწოდებენ სუვერენიტეტს და მშვიდობას, სინამდვილეში არც ერთია და არც მეორე და საქართველოს აყენებს უმძიმეს უსაფრთხოების ვითარებაში, რომელიც წევს ჩვენს რისკებს და ასევე პირდაპირ მოქმედებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობის პერსპექტივაზე. კი ბატონო, რა სიტყვით ხელისუფლების პასუხზე, ბატონ გიორგი, აი უკუსლა აქვს თავად ევროკავშირს, გუშინ შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ბრიფინგი, ბევრი ისაუბრა, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, სხვათა შორის ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით და აი ძირითადად დაადანაშაულა სწორედ თავად ევროკავშირი, აი ფრაზაც დამამახსოვდა, რომ აი ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობას, მაგრამ არა ისეთ ევროკავშირზე, რომელიც დღეს გვაქვს, რაღაცა არსებულ მოცემულობას იწუნებენ და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ კი გვინდა ჩვენ ევროკავშირში გავწერიანდეთ, მაგრამ არა ისეთ ევროკავშირში, რომელიც ეხლა არის, აი რა სიტყვით მათ ამ შეფასებებზე. რა პერსპექტივას ტოვებს ესეთი განცხადებები? ამის გამო ვამბობ, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირისკენ მიმავალი პროცესის შეწყვეტისა აწი უკვე გარდაიქმნა ევროკავშირთან ღია დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება ხდება იმ ფორმით, რომელსაც არ კადრულობენ მინსკში და ყველაზე უფრო განუვითარებელ მესამე სამყაროს დიქტატურებში. არ ვიცი ეს უკიდურესად უხერხული აღარ ქვია მას, არის ძალიან სერიოზული შავი ლაქა, რომელსაც ჩვენი შთამომავლების თაობებს მოუწევთ, რომ რაღაცნაირად დაივიწყონ და ჩამოირეცხონ. ამ ლექსიკით, ამ ფორმით ევროკავშირს ვიმეორებ და დასავლეთს არ უტევენ ყველაზე უფრო განუვითარებელ ველურ ქვეყნებში.
კი ბატონო. ბატონ გიორგი, ასე მინდა გკითხოთ, აი მე წავიკითხე გადაცემის შესავალში, როდესაც რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ბატონ პაվել ჰერჩინსკის დაუსვა შეკითხვა, რომ აი რა ვადარჩება იმისთვის და არსებობს თუ არა კონკრეტული ვადები, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის, ანუ რამდენი ხანი იქნება მოკლედ ევროკავშირის კარი ღია საქართველოსთვის და დიპლომატის პასუხი იყო, რომ არასდროს არ არის ეს გვიან, ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ რაც ახლა აკლია ხელისუფლებას არის სწორედ სურვილი. რეალობა როგორი არის? მოდი ასე დავსვამდით. რეალობა ძალიან მარტივია. პირველი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არათუ პერსპექტივა არ აქვს არანაირი 1%-იც კი ევროკავშირის მიმართულებით, თუნდაც ერთი ნაბიჯით წინ წაწევის, არამედ რეალობაში ვართ, როდესაც ევროკავშირთან ამ ხელისუფლების ინიციატივით პრაქტიკულად ვართ კონფლიქტის მდგომარეობაში, დაპირისპირების მდგომარეობაში. მეორე, კი თეორიულად მართალია, რომ დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს მომავალში, თუ კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნება მონდომებული ხალხის ნების განმახორციელებელი ახალი ხელისუფლება. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის შეიძლება არ დარჩეს ესე ეფექტურად, თეორიულად კარი ღია იქნება, მაგრამ შეიძლება პრაქტიკულად ეს ვერ განხორციელდეს. ევროკავშირში ძალიან დიდ ხანს არ აღიარებდნენ აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების პერსპექტივას გაწევრიანებაზე. ჩვენ საუბარი გქონდა თანამშრომლობაზე, საუბარი გქონდა სხვადასხვა სახის ინტეგრაციულ პროცესებზე, მათ შორის თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოციაციაზე, მაგრამ წევრობაზე 2022 წლამდე ლაპარაკი არ ყოფილა. ეს კონკრეტულმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა გამოიწვია. და საქართველოს შემთხვევაში განსხვავებით ყველა დანარჩენი ქვეყნებისგან. იმაზეც კი იყო მუდმივად კამათი, საქართველო ითვლება ევროპად თუ არ ითვლება და უმამრავ რუკას ნახავთ, სადაც საქართველო მოთავსებულია აზიაში. ანუ ამაზეც კი იყო კამათი და მთელი 10 წლეულები დაგვჭირდა ჩემ თაობას დიპლომატების და უფრო ახალგაზრდებსაც იმის დასამტკიცებლად ევროპელებისთვის, რომ დასამტკიცებლად, რომ საქართველო არის ნამდვილად ევროპა. ოღონდ აქ ლაპარაკი ევროპაზე არის არა გეოგრაფიული კრიტერიუმებით, არამედ იმით, თუ რას წარმოადგენს მისი საზოგადოება, რას წარმოადგენს მისი პოლიტიკური არჩევანი. დღეს ივანიშვილი და ქართული ოცნება უმტკიცებს ევროკავშირს, რომ საქართველო ევროპა არ არის. ეს არის პრობლემა და კიდევ ერთხელ ამბობ, თქვა თუ შეიძლება თურქეთს გაეყინოს მოლაპარაკების პროცესი 30 წლის განმავლობაში, თუ 30 წლის წინ დაიწყეს თითქმის 1999 წლიდან არის დაწყებული მოლაპარაკება და მერე გაყინულია. ევროკავშირი თურქეთს დაელოდება, იმიტომ რომ თურქეთი უზარმაზარი მნიშვნელობის პარტნიორია და საქართველო ასეთი სასიცოცხლოდ აქტუალური, რამდენადაც ჩვენ არ უნდა გვინდოდეს და მთელი ჩემი დიპლომატიური კარიერა იმას უხსნიდი ჩვენს პარტნიორებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, ასე რომ ეს ჩვენთვის შეიძლება იყოს დაკარგული შესაძლებლობა, თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა ძალიან დიდ ხანს და თუ სამწუხაროდ, როგორც ეხლა ცდილობს ქართული ოცნება, მათ დაარწმუნეს ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო ევროპა არ არის, იმიტომ რომ რასაც ამტკიცებს დღეს უკვე ღიად ივანიშვილის პროპაგანდა, ივანიშვილის პოლიტიკური წარმომადგენლები, საერთაშორისო ასპარეზზე მათ შორის არის ზუსტად იმის საწინააღმდეგო, რასაც უნდა აკეთებდეს ევროპული ერი და რომელსაც სურს ევროპაში დაბრუნება, როგორც მის წევრ ერს. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გიორგი ბადრიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვაგრძელებთ ეთერს, შემდეგი სტუმარი უნდა ჩავთოთ.